დღეა საზოგადოება საქართველოს ოფისში თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმის საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნოს პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანიც მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა და მასში ჩართული მონაწილეების კოორდინირებული მუშაობა. მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მართვის საერთაშორისო სისტემის მხარდაჭერით შეიქმნა. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანიას დაესწრო. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხიბლი არის ის, რომ რაც მეტი ადამიანი იქნება რეფორმის პროცესში ჩართული და რაც მეტი ადამიანი კონსულტაცია იქნება ამ თვალსაზრისით, ასევე რაც მეტი ადამიანი მიიღებს ინფორმაციას ამ რეფორმაზე, ეს რეფორმა მით უფრო წარმატებული იქნება. ანუ ადამიანების ჩართულობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა მნიშვნელოვანია ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის, ამიტომაც ჩვენ თავიდანვე მაქსიმალურად ღიად დავიწყეთ თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ერთი რეფორმა ამ სფეროში დაიწყო 2005 წელს და პრაქტიკულად სრული კრახით დამთავრდა, იმიტომ რომ არც თვითმმართველობა დამკვიდრებულა საქართველოში და დეცენტრალიზაციის ნაცვლად მივიღეთ ცენტრალიზაციის პროცესი. დღეს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კვლავ აპირებს ამ რეფორმის ჩატარებას, ოღონდ როგორც ჩანს, ცოტა უფრო სერიოზული მიდგომები აქვს ამ სფეროში.